რატომ არიან ასე გამოხატულები ერთად ხატზე მოციქულები პეტრე და პავლე? და ამ კითხვაზე პასუხით სათავეს იღებს საფუძველში. საქმე ის არის, რომ როდესაც ადამმა ჩაიდინა პირველი ცოდვა, უცოდველმა ადამიანმა ჩაიდინა ცოდვა, ამ ცოდვის გამოსასყიდად მსხვერპლი უნდა გაეღო ასევე უცოდველს, რომელიც მხოლოდ ღმერთი შეიძლება და ყოფილიყო, იმიტომ რომ ღმერთი იყო მხოლოდ უცოდველი და სწორედ ამიტომ განკაცდა ქრისტე და მოვიდა დედამიწაზე და თავისი სიკვდილით გამოგვისყიდა ჩვენ ადამიანები ამ პირველადი ცოდვიდან. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ცოდვით კი არ დამთავრდა ცოდვების ჩადენა და კაცობრიობის ცოდვით დაცემა, არამედ სამწუხაროდ მხოლოდ დაიწყო. და მეორე ცოდვა, რომელიც ადამიანებმა აი ამის შემდეგ ჩაიდინეს, ეს იყო ძმათა შორის მომხდარი მკვლელობა. ეს იყო კაინის მიერ აბელის მოკვლა. ოღონდ ეს არ არის უბრალოდ მკვლელობა. ეს არ არის უბრალოდ თუნდაც ძმის მიერ ძმის მოკვლა, არამედ ეს არის არსობრივად ძალიან ღრმა მოვლენა. საქმე ის არის, რომ რატომ მოკლა კაინმა აბელი? კაინმა აბელი იმიტომ კი არ მოკლა, რომ რაღაც პიროვნული მის მიმართ ჰქონდა მიუღებლობა, არამედ არსობრივად მოკლა, იმიტომ რომ აბელმა აირჩია ღვთისთვის სათნო ცხოვრება, სწორედ ის განგებულება, რაც ღმერთმა რისთვისაც შექმნა ადამიანი და კაინმა კი აირჩია საპირისპირო. სწორედ ის, რაც ადამმა თავის დროზე გააკეთა. კაინმა კიდევ ახალი ცოდვა ჩაიდინა და ცოდვის გზით სიარული აირჩია, ცოდვილი ცხოვრება, ის იყო მისი არჩევანი. და ეს არჩევანი დააკანონა და ამიტომ მის მოდგმას ეწოდება კაინის მოდგმა, კაინიტები. ხოლო აბელის მოდგმას, უпростоრედ აბელის ძმის, აბელის და კაინის ყავდათ კიდევ ერთი ძმა სეითი და ის გაიყო კაცობრიობა პირობითად, რა თქმა უნდა, ორ ნაწილად, სეითის მოდგმა და კაინის მოდგმა. სიფიტები და კაინიტები ესე ეწოდებათ მათ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში. და იმ კაინის მოდგმამ აირჩია ცოდვილი ცხოვრება, ხოლო სეითის მოდგმამ აირჩია მართალი ცხოვრება. კაინის მოდგმას ეწოდა ადამიანის შვილები, ხოლო სეითის მოდგმას ეწოდა ღვთის შვილები. რა თქმა უნდა, კაინის მოდგმაში იყვნენ მართალი ადამიანები, რომლებიც მართალ ცხოვრებას ირჩევდნენ. რა თქმა უნდა, სეითის მოდგმაშიც იყვნენ ცოდვის მოყვარე და უпростоრედ ცოდვილი ცხოვრება, ვინც აირჩია ასეთი ადამიანები, მაგრამ ძირითადად ეს იყო ორი განსხვავებული შთამომავლობა, ორი განსხვავებული ხალხი შეიძლება ესე უწოდოთ. მაგრამ მოგვიანებით სეითის შვილებმა, ანუ ღვთის შვილებმა აირჩიეს ასევე ცოდვილი ცხოვრება, დაუახლოვდნენ ადამიანის შვილებს და შეერიენ მას ისე, რომ აღარ იყო უკვე გავაჩორის განსხვავება. ამის გამო ღმერთმა ეს კაცობრიობა გაანადგურა, მოუვლინა წარღვნა და წარღვნის შედეგად გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ეს იყო ნოე, მისი ცოლი, მისი სამი ვაჟი და მისი სამი რძალი ნოესი. ეს გადარჩა მაშინდელი კაცობრიობისგან, იმიტომ რომ მათ შორის უკვე აღარ იყო განსხვავება. და აქაც აღმოჩნდა ნოეს შვილებში ის, ვინც კაინის გზა გაარჩია, ეს იყო ქამი და აღმოჩნდა ვინც აირჩია სეითის გზა, ეს იყო სემი. და იაფეტი, როგორც მათ შორის სწორედ სემა დაუდო სემიტურ რასას საფუძველი, ქამა შავ რასას, როგორც უწოდებენ, აფრიკულ რასას და იაფეტმა სხვა დანარჩენ ხალხებს და ასეთნაირად ვითარდებოდა შემდეგ კაცობრიობა. უფალმა სწორედ სემის შთამომავალთა შორის გამოირჩია ერთი ადამიანი, განსაკუთრებულად ღვთისთვის სათნო ცხოვრები, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის სწორი არჩევანი გააკეთა ღვთისაკენ, ეს იყო აბრაამი, რომელსაც საბოლოოდ ეს არის ერთადერთი ადამიანი, აბრაამი, რომელსაც ღმერთმა უწოდა თავისი მეგობარი ძველ აღთქმაში. და აბრაამის შთამომავლობისგან გამოირჩია ხალხი, მისი შთამომავლობა და აბრაამის შვილი იყო იაკობი, რომლის 12 ვაჟი გახდა 12 მამათთავარი, 12 ნაწილად დაიყო ეს ხალხი და ეს 12 ტომი ისრაელის იყო ის ხალხი, რჩეული ხალხი, რომელიც ინახავდა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას. მაგრამ ამ ხალხშიც, რა თქმა უნდა, იყო ძალიან ბევრი და ძალიან ძიმე ცოდვილი ცხოვრების შემთხვევები და მხოლოდ რაღაც გარკვეული ძალიან მცირე
რაოდენობის ხალხი, ანუ შთამომავლობა, რომელმაც ჭეშმარიტი ღმერთის წმენა შეინარჩუნა და რომლისგანაც იყო თვითონ იესო წარმოშობა. დანარჩენი ხალხები, ანუ წარმართები იყვნენ ისინი, ვინც თავისუფლად ცხოვრობდნენ, რომელთაც აღარ ჰქონდათ უკვე ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა და შესაბამისად ასეთივე მკაცრი ვალდებულებები და სწორედ ეს წარმართები ელოდებოდნენ ასევე მესიის მოსვლას, ოღონდ სხვადასხვანაირად. და როდესაც ქრისტე განკაცდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ებრაელებისთვის იქანდაკა. მაგრამ მისი აღდგომის შემდეგ მან აკურთხა სწორედ პეტრე მოციქული, მას მისაულს აკურთხევა, რომ წარმართები ეკლესიაში უნდა შემოსულიყვნენ, მე ძალიან მოკლედ გიყვებით ამას და წარმართების მოციქულად დაინიშნა მოციქული პავლე. პავლე ეს არის ის, ვინც იქადაგა წარმართებში ქრისტიანობა და წარმართები შემოიყვანა საეკლესიო სივრცეში, რომელშიც ისინი ადრე არ იმყოფებოდნენ. აი სწორედ ეს გაერთიანება არის ამ ხატზე გამოხატული. პეტრეს როგორც რჩეული ხალხის და პავლესი, თვითონ პავლე რა თქმა უნდა იუდეველი იყო, თავისი წარმოშობით, თავისი აღზრდით, მაგრამ ის იყო წარმართების მოციქული. და სწორედ პეტრეს და პავლეს პავლე ეს არის 12+1. ეს არის ისევ იმ რიცხვში არის ქრისტე თავის 12 მოციქულით იყვნენ 13 და პავლეც ესე იგი აი ამ ფაქტიურად 13 მოციქულია, 12+1 მოციქულია. პავლე არის წარმართების მთელი სამყაროს მოციქული და პეტრე არის იუდევლების მოციქული, თუმცა რა თქმა უნდა პავლეც გადაგებდა ებრაელებში და პეტრეც გადაგებდა წარმართებში. ასე რომ ეს არის აი ამ ხატზე გამოხატული, გუშინ იყო ეს დღესასწაული აი ამ წარმართების და სინამდვილეში პეტრეს და პავლეს, ანუ წარმართების და იუდევლების შეერთების, ხოლო დღეს არის 12 მოციქულის ხსენება, რომელიც ნიშნავს ქრისტეს, ანუ ღმერთის მუდმივ მარადიულ ყოფობას დედამიწაზე და სვეტი ცხოველი სწორედ აი ამ მარადისობის სიმბოლო, რომელიც არის უფლის კვართზე დაშენებული 12 მოციქულის სახელობის, შეგვეციოს იმათი მადლი ჩვენთან არს ღმერთი.